აკარგეს. გარემოს აღქმის უნარი. და ძალიან ცუდი პროცესებისგან მიაქანებს ქვეყანას. ახლა ჩვენ მათი სკამისა და მათი მომავლის ბედი ნაკლებად გვაწუხებთ, ჩვენ ამ ქვეყნის ბედი გვაწუხებთ, იმიტომ რომ თუ 7 ნოემბრის 1 წლის თავზე მე-13 ტერიტორია დაკარგული გვაქვს, ჩვენ არ ვიცით ერთ თვეში და 2 თვეში ეს აგონიაში მყოფი შეშლილი სააკაშვილის ხელისუფლება რაც მოიმოქმედებს კიდევ. კარგით მაყურებელი ყავს. ისმენ დიახ ერთ-ერთი ხარ ისმენ. დიახ. ეს პატეშთემ ორივე ძალიან. რაც შეეხება დღევანდელ არჩევნებს, დავეთანხმდები ქალბატონ ეკას, რომ არანაირი აქტივობა არ იყო მოდიდობის რაიონში ცხოვრობდა, არც მქონია სურვილი წასვლის. და არ მგონია თუ კიდე ჩაატარებს სააკაშვილი რომელიმე არჩევნებზე წავიდე და ხმა მივწვე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად დავდიოდი ყველა არჩევნებზე და მქონდა იმის იმედი, რომ რაღაცა შეიცვლებოდა როდისმე. რაც შეეხება 7 ნოემბერს ქალბატონო ეკა, ჩვენ თბილისელები, არათბილისელები, საქართველოსთვის ვისაც გულისყივა, არ მგონია რომ ვინმე სახლში დარჩეს მაგ დღეს. ძალიან ვთხოვთ რომ ხშირად გააკეთეთ ეს სარეკლამო რომ 2 საათზე სად მოვიდნენ ის ხანდახან ზოგი არ უსმენს კავკასიას სხვა არხებით ვერ იგებენ ვერაფერს ამიტომ რა შეიძლება ხშირად ბატონ რეზოს უსმენთ ეხლა ბატონ ჩავიშო და ნამდვილად ერთადერთი ალბათ გადარჩენის გზა იმაშია რომ ჩვენი კავკასიური სახლი ცოტა უფრო მეტად ამუშავდეს და შეიქმნას რაღაცა საერთო ძალები. იმიტომ რომ ისტორიულად ეს ასე იყო, რომ ერთიანი ძალით ყოველთვის ვიმარჯვებდით კავკასიაში ეს პატარა ერები. და მე ყველას პოლიტიკოს მოვუწოდეთ, რომ ამაზე იმუშავონ, როგორც შეუძლიათ მათ. ესა კიდე რა მინდოდა მეთქვა, დღეს ძალიან დიდი სიხარულით აღნიშნა სააკაშვილმა, რომ ჩვენ დიდუბის და ვაკის რაიონში ადგილი დაუთმეს იმას ოპოზიციონერებსო, რომელნი აღარ ყოფნის ადგილი. ასე პატარა წვიმანებს ისე გააბუქებს ხოლმე, რომ აი ჩვენ, რა ჩვენ, მაგის სარკმლიშვილი და მაგის ნაირები, მაცხოვრები უნდა მოშორდნენ ამ ქვეყანას. ქალბატონო ეკა, ძალიან გქონდ გენეცვალეთ, თქვენი შემართების ყოველთვის ესე მოგვიწოდეთ ჩვენ ქართველებს ხალხს, რომ თქვენ ზედით დავდგეთ. ძალიან ბევრმა ჩამოყარა ფარხმალი. იმედი დაკარგა სააკაშვილის ამისანა ქცევისგან, ამ ზონდერ ბრიგადებისგან, რომ დაჟაროა ყველა ეშინია, რომ ისედაც გამოსვლა. არც თვითონ გამოდიან და არც შვილებს არ უშვებენ. და ეს რაღაცნაირად ცოტა უნდა გადავიტანოთ ფაფაზაში მე მგონი. როგორ? ნუ აი რაღაცა გვინდა ისეთი მაგდეთ რაღაცა ძალა ხონდა მუშაობდნენ ბატონო დავით. ეს სამთარკირველი ქალბატონისა მისამოსვეში, რა შოთარეშინი არა. არა, მე არ მეშინია, მაგრამ მე ძალიან გემრივითი ხალხი. ყოველდღე დავდივარ ქალაქში, აი გახის მოვდივარ დაცვი. ყველა იძახის, მაგრამ საქმეზე რომ მივა შეიძლება შეეშინდე და ვერ გამოვიდნენ. რა? ფერა ბატონო. აღარ ძალდებოდა. და მეტი რამე დაგვიმართოს, არ დაგვიმართა ამის მეტი. ხო, სახეზეა უმძიმესი ვითარება, სახეზეა დაკარგული ტერიტორიები, სახეზეა დამატებით 10,000 დონილი, ბიჭების სვეპლი, არის დაკარგული განადგურებული ინფრასტრუქტურა, როგორც სამოქალაქო არსებობა სამხედრო, არის დაკარგული და საფრთხისგან შეყოფი ჩვენი საერთაშორისო ევრაზიული დედოფლის გეოპოლიტიკური ფუნქცია, არის პრაქტიკულად ძალიან სუსტი საერთაშორისო პოზიციები დღეს, თქვენ ალბათ მოისმინეთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მილიბანდის ცნობილი განცხადებები, რომელიც უპასუხისმგებლო უწოდა სააკაშვილის მოქმედებებს. მოისმინეთ ასევე ანალოგიური განცხადებები პრეზიდენტ სარკოზის ევროპარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა კავკასიურ ერთობაზე იყო აქ საუბარი. სხვადასხვა ჩვენ სახელმწიფო დაკარგული რეგიონალური პოზიციების. ეს არის ძალიან ცუდი. რაღაცა კავკასიაში მეზობელი, რომელთანაც ჩვენ ვინაჩვენებდეთ კარგ ურთიერთობებს და საერთოდ ჩვენი ისტორიული წამყვანი როლი კავკასიის რეგიონში არის აბსოლუტურად ნიველირებული. აი გამოიწვია აი ამ უგუნურმა, აი ამ დამღუპებმა პოლიტიკამ, რომელიც წლების განმავლობაში მეთოდურად ხორციელდებოდა ამ ხელისუფლების მიერ. ამან გამოიწვია ის, რომ დღეს უკვე საუბრობენ ხილად ევრაზიული დედოფლის ქართული სეგმენტის გადასინდაზე. ამან გამოიწვია ის, რომ დღეს უკვე სასომხეთი აზერბაიჯანი ზიანს და საუბრობენ პირისპირ
ღიად გარკვეული პრობლემატიკის მოგვარებაზე. ამან გამოიწვია თურქეთის როლის გააქტიურება რეგიონში. ამ მოვლენებმა გადასინჯა საერთოდ რეგიონალური წესრიგი ჩაგვაყენა. ამას მოყვა ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი და რა უნდა გძინო? ისე გიხარია, რა ვიცი, რა თქვა თამაში და რა გამარჯვების ასე აღნიშნული ზეიმი აუხდა ხელისუფლებას, როგორც დედავს საერთოდ რომ ჩვენ ხალხს ამას აკეთებს. අපි დავალ წარმოგვიდგენთ შესაძლებლობა, ამიტომ ეს არის ღირსების საკითხი, ჩვენ უნდა დავიცვალოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ინტერესები და ჩვენი უფლებები. აი ეს არის 7 ნოემბერი. ჩვენ მოგმართავენ, შორიდან ლაპარაკი კარგი არის, რომ თქვენ როგორ მოიქცეოდით, რომ პრეზიდენტის ადგილას თქვენ რო ყოფილი ხართ, და კონსტანტე უკასხეთ მაყურებელს. ჩვენ როგორ უპირველეს ყოვლისა როგორ არ მოვიქცეოდით ეს შეგვიძლია თქვა. ისე როგორც მოიქცა ჩვენი პრეზიდენტი. რაც შეეხება კურსს, ჩვენ პოლიტიკურ კურსს, ამის თაობაზე ჩვენ არაერთხელ განვიხადებია, როგორც პარლამენტის ტრიბუნიდან მთელი 4 წლის განმავლობაში, ასევე ქუჩიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოგესწრებათ, ეს დაიწყო აქტიურად საერთო სახელმწიფო მოძრაობა და ჩვენი ეს კურსი ჩამოყალიბებულია ჩვენ დოკუმენტებში. ეს არის საგურამოს მანიფესტი, ეს არის წინასაარჩევნო პლატფორმა, როგორც ჩვენი გაერთიანებული ბლოკის, ასევე ლევან კაციშვილის წინასაარჩევნო პლატფორმა, ეს არის ერთობლივი ხედვის, ერთობლივი მუშაობის პროდუქტი და ვისაც აქვს სურვილი, მე ჩვენ ალბათ ვიზრუნებთ ამისთვის, რომ ხილაჟი გამოხდეს ჩვენი ხედვის, ჩვენი კონცეფციების, ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული ხედვა, ჩამოყალიბებული კურსი, ამიტომაც არაერთხელ გითხოვთ სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ეკა გავწერდეთ მე ეს საინტერესო ფრაზები და კოკაკუნცაზე და კოკას ვეკამათები, მაგრამ აბა მოიქცევა ეს საგურამოს მანიფესტი. ჩაბარდა ეს მანიფესტი ისტორიას. ეს აი გულწრფელად მეზაგის აი ყველა ხალხი ხარ. ეს 7 ნოემბერი არის ხალხის დაპრესის, დაჩაგვრისა და ესე თქვა შეურაცხყოფის წელიწადი სრულდება. აი მე არ ვიცი, თქვენი აზრი მაინტერესებს. სხვადასხვა ხედვაზე გიხართ ეს ყველა პარტია. რა გაერთიანებს თქვენ 7 ნოემბერს? და აი ვისი იმედი გაქვთ, როგორი ეშელონები დადგეთ? მე ვფიქრობ, ბატონ დავით, რომ დღეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი აბსოლუტურად ერთიანია იმაში, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ გარდაუვალობას ხედავს ყველა ოპოზიციური ძალა. მე ვამბობ ნამდვილ ოპოზიციურ ძალას. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც საზოგადოებრივი არხი თავის სიუჟეტს იწყებს ერთი და იგივე და ბოლო პერიოდში დამკვიდრებული ფრაზით, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ შეთანხმდნენ 7 ნოემბრის მოთხოვნებს და ამ შემდეგ ამ დროს მოусმენ ერთ მეორეს მესამეს ყველა ლაპარაკობს ერთი და იგივეს, მაგრამ ეს ქუჩი აუცილებლად ეგრე უნდა თქვა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებელი, რომელიც ძალიან ყურადღებით აკვირდება ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებას, ხედავს, რომ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის ხელისუფლების შეცვლა, კონსტიტუციური გზით, არაძალადობრივი გზით, დემოკრატიული საარჩევნო გარემოს დამკვიდრება და საარჩევნო გარემოს საშუალებით ხელისუფლების ცვლა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი თავისუფალი მედია. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლის ირგვლივაც ყველა ოპოზიციური პარტია არის ერთიანი. ეხლა შემდგომ ეტაპზე ვინ როგორ ხედავს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის ფორმას, ეს არის მსჯელობის საგანი, მაგრამ ჩვენ დღეს ერთიანი ამ ლოზუნგებით მიდიხართ. რა თქმა უნდა, და მათ შორის პოლიტიკური პარტიები. ისმენ დიახ, ეთერში ხარ? ისმენ. ალო. ისმენ. ისმენ. საღამოშიდობი. ჩვენ ვართ ეთნიკური ოცები, ყველა ვართ ერთად, მაგრამ ჩვენ ციფრია ქართველები ვართ, როგორც ყველა თქვენ. ქართულ გეოგრაფიაზე, შოთაზე, განსაკუთრებაზე გასული ქართველები. ჩვენ ყველა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთად შევიკრიბეთ და 7 ნოემბერს ვიდგეთ თქვენს გვერდით. თქვენს მაგალითად მიიღოთ და დაგისვენოთ. თქვენ და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. მე გაგახაროთ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მოქალაქეობრივი პოზიცია და ეს არის სახელმწიფოებრივი ხედვა. 7 ნოემბერი არ არის პოლიტიკური პარტიების დღე და ეს არის მთელი ქვეყნის ღირსების დღე. ეს არის ჩვენი ეროვნული